კუნძული. საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 4 შაბათია, ხო? 4 შაბათი შესაბამისად არის ეპშტეინის კუნძული, 3 დეკემბერი, 19 საათი და 9 წუთია თუ სწორია ჩვენი საათი. ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, როგორც ყოველთვის, ეს არის ეპშტეინის კუნძული, თანაწამყვანები ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ისტორიკოსი გურამ ნიკოლაშვილი. დღეს გადაცემაში ვიხილავთ ორ შეთქმულებას, ვინაიდან ორივე შეთქმულება საქართველოს ეხება. შესაბამისად და ეს ნარატივი არის ინიცირებული ლიბერალების, ასე ვთქვათ, ბანაკის მხრიდან. შესაბამისად ეს ორივე შეთქმულება ვითარდება ფსიქოზური რეგისტრის სინდრომის დომინანტით. ეს თანდათან მოგიყვებით თუ რას ნიშნავს ეს და ეხლა მოდით განვიხილოთ. ესე იგი ეს შეთქმულებები. პირველი ელისაშვილის ვიდეო ჩაუშვათ. ყველა საქმე. ეს არის პირველი, კი ბატონო, ყველა საქმე, მაინც ფონურად. პირველი შეთქმულება უკავშირდება ალეკო ელისაშვილის მიერ დაპირებულ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობას, რომლის დროსაც იგი ფიზიკურად თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს, ხოლო დანარჩენებს წინააღმდეგობა გაუწია. ეს პრინციპში ყველაფერი იცით, ეს კადრებიც დანახი გაქვთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის წერას შემოგთავაზებთ. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება ცეცხლის წაკიდება ადამიანზე, თავდასხმა, იარაღის გამოყენება, ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე. ახლა ადვოკატი პატიცემული ბატონი რეხვიაშვილია, ადვოკატის რეხვიაშვილია. მოკლედ მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას. ხედა? სადღაც ჩაქსოვი. და მისი პოზიციით, და ეს არის მარგალიტი, დანაშაული მას ამ შემთხვევაში არ აქვს ჩადენილი და ის გამოხატავდა, ეს იყო უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. ანუ ეს არის პირველი ფსიქოზური რეგისტრი, რომელიც ვლინდება, რომელიც გამოვლინდა ადვოკატმა და მას შეიძლება ეწოდოს ბოდვა. ანუ ადვოკატის აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს თავისი პროტესტის გამოსახატავად შეუძლია მიადგეს ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას, დაწვას, დაზიანოს, განადგუროს, დაუპირისპირდეს სამართალდამცავებს ან მართლწესრიგის ზეგი თანამშრომლებს და ეს ყველაფერი იქნება გამართლებული, ვინაიდან ეს არის უბრალოდ თვითგამოხატვის ფორმა. ანუ ალეკო ელისაშვილმა ერთგვარი პერფორმანსი, რომელსაც უძღვნიდა ალბათ ჰეროსტრატეს. ჰეროსტრატეს ნათელხსოვნას და ამდენად თვითგამოხატვის ფორმა, რა მოხდა, არაფერი არ არის აქ ესეთი არაჩვეულებრივი, ეს არის უბრალოდ პროტესტის გამოხატვა. მესამე, ესე იგი, პერსონაჟი, ისევ ფსიქოზური რეგისტრი ვლინდება ამ ადამიანისგან, რომელიც პრინციპში ისედაც შემჩნეული და ეჭკმიტანილიც არის ბრავალ ფსიქიკურ აშლილობაში თუ დაავადებებში. მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. ანუ რას ამბობს? კადრები ვნახე, ეს ელისაშვილის ამ ვიდეოს ეხება. კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან გავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს. ეს უკვე ჰალუცინაცია არის. აი ეს ბოდვა, რომელსაც ესე გაჯეთში ხედავთ. ძალიან გავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც აღარ ყლაპავს უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის სოციალურ წერს. მეორე შეთქმულებაზე გადავიდეთ. ეს არის BBC-ს, ეს ქართულ ხალხის ჯანმრთელობაზე როზრუნავს. გასულ წელს თბილისში ანტისამთავრობო აქვე BBC-ს, ეს რუსული რედაქციის პუბლიკაცია. გასულ წელს თბილისში ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობისას საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა კამეტი. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მომწავლელი ნივთიერება ამის შესახებ BBC-ს მიერ მოპოვებული მონაცემები მეტყველებს. მოკლედ ამ ფსევდო გამოძიების და კვაზიკვლევებზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ვინაიდან ეს არის მარაზმი და რა კი ხა მარაზმის გარჩევაში თვითონ ხედავს ხდები მარაზმატიკოსი, უბრალოდ შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გირჩის წევრის კომენტარს.
რეხვიაშვილის გაჯეტი, აი ნახეთ. ალექსანდრე რეხვიაშვილი. ქართველები რა გამძლე ხალხი ყოფილვართ. გერმანელებს რითაც ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩვენ არა თუ არ ყავს მაქსიმუმ თუ ვაბრაზებს. როგორ შეიძლება არ დაეთანხმოდა ამით რეხვიაშვილმა დიაგნოზი დაუსვა აი ამ ესე იგი ნაწილს, აი ამ ხალხის, ვინც აი ამ ბოდვებს იზიარებს და აქაც არის ფსიქოლოგიური რეგისტრი, რომელიც შეიძლება დავარქვათ, ან შევარქვათ როგორც მეგალომანია, ან განდიდების ბოდვა. ახლა ამას თავი რო დავანებოთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია ფსიქიკური ასპექტი, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ რასთან დაკავშირებით ავაგოთ ჩვენი დღევანდელი დისკუსია. მე ვფიქრობ და სხვათა შორის ჩემი ეს ხელთ არსებული ძალიან კარგი პლატფორმა განვითარდა ახლა ჯემინის ხელოვნური ინტელექტს გულისხმობ. მესამე ვერსია მართლაც გაამართლა ეს ინვესტიცია, ვინაიდან ძალიან სანდო პასუხებს იძლევა და რაც მთავარია უკვე 24 და 25 წლის ნაწილის ინფორმაციაზე წვდომა აქვს. ჯემინი მეუნება რომ ეს ფილმი გადაღებული აქვს BBC-ს 2024 წელს. და ამას დაჟინებით ამბობს. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც არ უნდა იყოს ეს გადაღებული და ასე შემდეგ მე მინდა რომ თქვენ ესე იგი თქვენი ყურადღება მიაქცევთ ერთ ფაქტორს, ერთ ფაქტს. მოხდა ელისაშვილის ეს ინციდენტი და შემდეგ ხდება აი ამ ახალი საინფორმაციო საბაბის გავრცელება. და ნახეთ, აქ რაში ხედავ კავშირს. ეს კავშირი ნამდვილად არის მიზეზი შედეგობრივი, უბრალოდ რა არის მიზეზი, რა არის შედეგი, რაზე ახდენდა კავშირის. შორს ვარ ახლა მე მისგან რომ ელისაშვილმა ჩაიდინა ეს იმიტომ რომ იცოდა რომ შემდეგ ალბათ როგორც ჩანს ეს ფილმი მართლაც იყო დამზადებული აი კონსერვისთვის მომზადებული თავზე დადებული და საჭირო დროს უნდა ეფეთქებინათ ჭყალებში და რატომ აი ლოგიკური კავშირი რა არის თუ ხელისუფლება წამოს საკუთარ ხალხს იყენებს პირველ მსოფლიო ომში გამოყენებულ იარაღს რომელსაც ინგლისელებმა, ამერიკელებმა და რუსებმა ვერ ისაკდეს ეს გერმანელები, ვერ დახურეს მართალია დაამარცხეს, მაგრამ საშინელი მომწავლავი ტოქსიკური ნივთიერება მაშინ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ლეგალურია ყველა საშუალება. მაშინ ის შეგვიძლია დაწვა, მაშინ ის შეიძლება დაუპირისპირდე მათ შორის იარაღის მეშვეობით სამართალ დამცავებს ოფიციალურ სტრუქტურას აღიარო როგორც არალეგიტიმური ვინაიდან ძალადობას ახორციელებს საკუთარ ხალხზე მშვიდობიან მოსახლეობაზე აი ამ ესე იგი კომიტის თუ რაღაცის მეშვეობით ამ თვალსაზრისით ანუ მასობრივი განადგურების იარაღია ეს არის მთავარი რაც მინდა რომ გამიხილოთ ეხლა იქ ცალკე შევეხებით BBC-ს თუ BBC დღეს უკვე აბსოლუტურად ცხადია ეს არა მხოლოდ ამას არა მხოლოდ ტრამპი ამბობს ამას უამრავი მკვლევარი ამბობს ეს არის პროქსი იარაღი რომელსაც დროდადრო ინგლისის მთავრობა სხვათა შორის ლუკა ეხვაიას აქვს ძალიან კარგი პოსტი რომელიც აი მოსადეყის გადატრიალებას აი ამ ირანში და BBC-ს როლზე და BBC არა მხოლოდ ამაში არის შეჩეული პრაქტიკულად ყველა პროქსი ომში რომელსაც ბრიტანეთი საკუთარ ინტერესების დასაცავად ახორციელებდა BBC ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი იყო და ეს ამას ლაპარაკი არ უნდა რომ ახლა Mi-6-თან აკავშირი, Mi-5-თან ასე შემდეგ. უბრალოდ მინდა რომ აი ამაზეც ვიმსჯელოთ რომ ძალიან საეჭვო დაემთხვა ეს ორი მოვლენა და თითქოს მეორე აღთენს ალეკო ელისაშვილის მოქმედებების ლეგიტიმაციას. გურა, რას ფიქრობ? მე ცოტა განსხვავებულად ვიტყვი, იმიტომ რომ დავიწყებ ძალიან სწორია, რა თქმა უნდა, დავიწყოთ ალეკო ელისაშვილის ინციდენტით, ამ ტერორისტული აქტით, რატო ტერორისტული აქტით? იმიტომ რომ ბეწვზე გადარჩენილი ადამიანები რო არ დაიხოცნენ. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის არა რაც ჩვენ ნახეთ და როგორც ეს ამბავი დამთავრდა. არა. ეს ამბავი ეს დამთავრდებოდა, ეგ არავინ არ იცის. ალეკო ელისაშვილი მივიდა
საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში იმ მიზნით, რომ ეს უნდა დაეწვა. ეს მან აღიარა და დაადასტურა. ეს არ არის სპეკულაცია და აღქმა, ეს არის ფაქტი. ის მივიდა ამ კაფეო განზრახვით და ყველაფერი გააკეთა ამისათვის. ანუ სცენარი, რომელთაც მოქმედებდა ალეკ ველისაშვილი, მიმართული იყო, რომ რაღაც მომენტში ის ჩაიდენს აქტს და საინფორმაციო ველი უკვე იცვლება ამ აქტის მიხედვით. ცხადია, ეს გამზადებულია ეს ყველაფერი. ალეკ ველისაშვილის გეგმა იყო ერთადერთი, რომ ასე უნდა მიეღწია წარმატება. უბრალოდ, აი, რაღაცა ბედისწერის შემთხვევით მოხდა ისე, რომ და მე ესეც აღიარა, მანდატურებმა გაიგეს, ეთქობა იქ რაღაც სხვა შორის, მას იქ მე გახსოვთ დიდი ამბავი ატყდა ფეხსაცმელზე, ეს ის ცნობილი ბატინკებია, ზამთარ ზაფხულო აცვია მაგას, რაც ჩანს გზაში და რაც შუქს სხვადასხვა ფრად ირეკლავს ეს ხაკისფერი, მაგრამ იქ დარბაში რაც მე თვალით დავინახე, მას რეზინის ძირიანი ისაცვია რაღაცა კეტები, რომ უხმაუროდ იმოძრაოს, ხო? ნუ გაიგო მაინც ეთქვა მანდატურმა და ალეკ ველისაშვილმა ასევე აღიარა, რომ ის ნანობსო სულ რამდენიმე წამი დააკდა განაზრახის სისხლში მოსაყვა და თავს ხარ დაიწოვდა კაცო, გაქცევასაც ხვაპირებდა, ესე იგი რაღაცა სიგრძით დაასხა ესა. და უბრალოდ აი ამ მანდატურმა საკუთარი გმირობის ფასად ხელი შეუშალა მას განზრახის. ცემე მოვერიე, მაგრამ ვერ მოვიშორე ვერაფრით და მან არ მისცა საშუალება, რომ ეს გაეკეთებინა. ჩვენ გვახსენდება ის ეპიზოდი, რომ ბუშის დროს ტერაქტს უაპირებდა ადამიანი აფეთქებას, ის ხუმბარა იქ გამოართვა. კაცმა მიწის ქვეშ წაიღო, უბრალოდ არაფეთქდა მერე. ჩვენ გვახსენდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ასევე ტერორისტული აქტი, რომელიც მთელი სახელმწიფოს გადატრიალებას ლამობდა, ის არჩევნების ღამეს ჩამოვიდა აქა და აპირებდა შემდგომ ამ არეულობას. მორიგ ჯერზე საქართველოს ამ ბედისწერამ იხსნა და ამ კონკრეტული ადამიანის გმირობამ, ანუ სცენარი და მე დაღრმავთ ვარ დაწვენებული, ეს არ არის მხოლოდ BBC. ეს დიდი ხნის განმავლობაში ეს მზადდებოდა და რა თქმა უნდა აბსოლუტურად გეთახვებით, რომ ეს თაროზე იყო გამზადებული. მაგრამ ეს უნდა ჩამჯდარიყო იმ სცენარში კი არა, როგორც ეხა ჩაჯდა, რომ ვიღაცას რო გონია რომ გადასაფარა და არა, ეს იყო დამატებული იმისთვის, რომ ეს რომ მოხდებოდა ეს ყველაფერი და მე სადღაც რაღაც გაირკვეოდა. გამოჩნდებოდა სახელმწიფოს სისუსტე, ხალხი გახალისდებოდა, ახალი ტალღა და ბიძგი მიეცემოდა და ამ დროს კიდე დასავლეთი ჩვენ შემოგთავაზებდა, რომ ეს ნახეთ რა ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, რომელიც 9 აპრილი მოაწყო. ეს არის ერთი გამზადებული სცენარი, ამუშავდა მეორე ნაწილი, იმიტომ რომ ეს ბრძანება უკვე დაქოქილია, ესე ვთქვათ, მატარებელი გაშვებულია უკვე ლიანდაგზე და ჩვენ ხალხი ფოკუს აკეთებს BBC-ზე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ კიდე რამდენი რამ მოხდა. არტემ გააკეთა გერმანულენოვანი ფილმი და იმავე დღეს დადო, სადაც ასევე არის თბილისის მოვლენები თუ შეიძლება რადიო ამერიკის ხმიდან წასული ანა ჩხიკვაძე წერს სტატიას თითქოს პროტრამპისტულ ვაშინგტონ ეგზამინერში და როგორ ხალხი იცხადებს, ეს ხო არ არის ეს თქვა ლიბერალური მედია. და ეს მეორე ჩადებულია კადრი რომელიც გაავრცელეს და ამბობენ რომ შარშენარი გამოქვეყნებული თითქოს რაღაცა შეფერილი წყალი რომ მოდის იმის მე მარტო ეგ კადრია ნაჩვენები ეს ვიცი თქვენ გაავრცელა რომელი ეროვნების ჟურნალისტმა უნგრელმა ყველაფერი არის დადგმული ისე რომ აი ეს თავისით ხდება ნახეთ ეს ყველაფერმა თითქოს შემთხვევით მოიყარა თავი ერთ ქვაბში და რა თქმა უნდა სრული ზეწოლა იმის რომ კი მაგრამ რა გახდა კაცო თუ არ გჯერათ თქვით, აბა, ანუ შემოდით სპირალში დაიწყეთ თავის მართლება, მოყევით რა და როგორ ხდება, აბა მაშინ გვაჩვენეთ, შეგვიყვანეთ. ეს ხო არ გაგონებს გახსენით კონტრაქტი, გეგონება რამე წასაკითხი იყოს, ან იქ ის იყოს, რა ქვია. ძალიან დიდი საიდუმლო, ყველაფერი მოყოლია, ნათქვამია, მაგრამ არა პროცესი უნდა შექმნას. რო შევაჯამო ეს ყველაფერი არსებობს ძალიან ცნობილი თემა, მე შემიძლია წაგიკითხოთ უბრალოდ. ვინმეს თუ არ ეგონოს რომ ეს არის რაიმე ოკუპანტური ვებგვერდი, არა, ეს არის ნატოს. ეს არის ნატოს ვებგვერდი, სადაც წერია რომ კოგნიტიური საომარი მოქმედებები ფოკუსში აქცევს შეტევას და რაციონალობას და მის დეგრადაციას, რომელსაც მივყავართ სისტემის დასუსტებული და მოწყვლადი მონაკვეთების თუ რაღაცა ნაწილების გამოყენების კენ. ეს არის ერთი დიდი კოგნიტიური ომის სურათი, რომელიც ზუსტად ეს არის ერთ-ერთი იმ ტიპის სახეობა, სადაც ადამიანის ტვინი თან არის იარაღი და თან არის ბრძოლის ველი. ყველა სხვა დაპირისპირებაში ეს ხდება, მაგრამ ეს რო კოგნიტიური ომი არსებობს, შეუძლიათ ჩვენს ისეთ ოპონენტებს მეგობრებს იხილონ ნატოს ვებგვერდზეც რა. და ჩვენ რო არ გავხდით რა თქმა უნდა, მორიგ ჯერზე ამის ხერფლი, უბრალოდ რაღაცნაირად ეს არ გამოდის და არ გამოდის. პირველ რიგში არ გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი ფარულობს საქართველოს და ალეკ ველისაშვილის ტერაქტი ჩავარდა.
ჩვენ გვესმის წრემლებიც, მისი ცოლისაც, მისი შვილებისაც, მისიც სასამართლოში და ასე შემდეგ ეს შეფუთული, მაგრამ ამხელა კაცი ეგეთი იდიოტი ნამდვილად არ უნდა იყო. მის გაგიჟებაში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დასავლეთს, მის ის ვინც თავის სიტყვით უბიძგებდა რომ კი თქვენ ნამდვილი ჭეშმარიტი მიზნებისთვის იბრძვით და ეგ არის ნამდვილი საქართველო და არა ის რეალური საქართველო, ანუ ციფრული საქართველო გახდა უფრო რეალური, ადგილზე ჩაბუდებულა აი ესეთ რაღაცა ინტელექტუალებს, რომლებიც დოქტრინალურად ამყარებენ მის პოზიციას და ჩვენ მივიღეთ ახლა ზუსტად ესეთივე მსხვერპლი გაწერული, რომელსაც უნდა ისე ვიმეორებ, რომ ეს იყო გეგმა B არ არსებობდა, იქ არსებობდა გეგმა და მასაც უნდა შეესრულებინა და გაეკეთებინა და დიდი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო და არ ვიცი არსენ ოძელაშვილი ეგონა თავიან ის ერეკლე მეფის გვერდზე რაღაცა მეომარი რა ვიცი ნადირა ხოშარაო. ჯერ ერთი არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის რეციდივი, ჩვენ გვახსოვს ახლა რომ მიეპარა დინარაძეს. ეს ხო გვახსოვს? მე სპეცნაზს რომ და მე სპეცნაზმა რომ გადმოაფურთხა ეს გვახსოვს ალიბაბაებს რომ საერთოდ ეს იგი ადამიანი იდგა რაღაცა თავისთვის რაღაცა მივიდა და ეს ანუ ეს რეციდივი უკვე მეტყველებს იმაზე რომ ეს არის შემთხვევითი კი კოგნიტიური ომისა ზუსტად ეს მოწყვლადი ადამიანების მოკაჩვა ხდება ისე რომ ისინი თვითონაც ვერ ხვდებიან რას აკეთებენ ადვილია მათი манипуляცია იგივენაირად მოხდა ტრამპზე სროლა იგივენაირად მოხდა ჩარლი კირკის მოკლა იგივენაირად მოხდა ფიცოზე სროლა ეს ყველაფერი არის ერთი ხელწერა რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება ინტელექტუალური შემოქმედება ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო მომენტში ვყოფებით იმიტომ რომ სოციალური ქსელი არის პირდაპირ დიაგნოზი ვინ როგორ მოქმედებს ვინ რა ასპექტს ააქტიურებს ვიღაცა ჩადის ტექნიკურ რაღაც გაუგება ის სარინია თუ იფრითი თუ რაღაც ამის ანალიზში რა როგორ არის ვიღაცა შედის სხვა ნაწილზე გადააქვს აქცენტი მაგრამ დაძრულია ეს მანქანა რომ ატყეს საინფორმაციო ხმაური და საბოლოო ჯამში მივიდეს იქამდე რომ რა გახდა კაცო გამოდი გამაყრეთ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის საქართველოს ხელისუფლების ამაზე პასუხი და ეს პასუხი აჩვენებს იმას რომ ჩვენ გამოვიბრძმედეთ ძალიან ადრე დიდი ხანი არ რაც გულისხმობ რომელი პასუხი ბევრი პასუხი გაიცა არა პასუხი იმას გაიცა რომ მოქმედებას გულისხმობ პირველ რიგში მოქმედება იყო ძალიან მარტივი რომ ეს ინფორმაცია იქნა მიღებული ძალიან მშვიდად ანუ BBC-ს აი სრული სპეკულაცია რომელსაც იქვე რომ ნახავდი უკვე ხვდები რომ ეს არის რაღაცნაირად შეფასებებზე ვარაუდებზე აგებული თუ ვარაუდობენ კი ხო თუ კრიტიკულად წაიკითხავ მაგრამ ჩვენ ხედავთ იმ ემოციურ ფენას რომელთაც უნდა გაძლიერდეს არა ფაქტი არამედ აღქმა ხო შეგიძლია თქვა რომ რაღაცა კამიტი რომელზე კრამიტი გაუგიათ ამ ქვეყანაში მაგრამ კამიტი არ გაუგიათ და ეხლა გავიგეთ ყველა მეს მაგრამ რომ გაამძაფრო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი და უკვე წამოვიდა რაღაც ხო ხვდები გიპრზე დახოცილი ხალხი არის სარდაფში ნაპოვნი რაღაც 1 ლიტრიანი კილა ეს ალეგორიებით მოხდა იმისათვის რომ რა თქმა უნდა ჩვენ ქართველებს ეს ემოციური შედეგი უნდა გამოიწვიონ ხო ამის მიღება მოხდა ძალიან მშვიდად და რეაქცია იყო მყისიერი. უი, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი, დავიწყოთ გამოძიება. დავიწყოთ გამოძიება ორი მიმართულებით. ერთი რა მოხდა სინამდვილეში, გამოვიკვლიოთ, ეს ხალხი მედიას თუ აძლევს ჩვენებს რამე ინფორმაცია თუ აქვთ მოგვიყვნენ ჩვენს და დღეს როგორც ვიცი მთელი დღე დადიან ისინი მოდულის შენობაში ამ ჩვენებების მისაცემად და მეორე ეს იყო რომ საბოლოო ჯამში ეს ეხება უკვე სწორედ აი ამ დივერსიულ აქტს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ეს უნდა გამოიწვიოს ეს ახალი ნებათაღელვა, დღის წესრიგი უნდა მიეცეს ოპოზიციას, იმ არქიფოს მიმდევრებმა ხო რაღაც უკვე მიზნით უნდა იაროს, იმიტომ რომ იმ გვირაბის ბოლოს სათხრევინებენ გავიდნენ უკვე. ერთი წელი შესრულდა, ახლა უკვე თვითონაც ლაპარაკობენ, რომ ამას აზრი არ აქვს, ახალი დღის წესრიგია საჭირო. და მეორე ის რომ აბა საბოლოო ჯამში თლიანობაში ახდება ვინ ებრძვის უკვე აი მთელი ამ მეთოდებით სახელმწიფოს ხო ეს ყველაფერი დაიწყება და დანარჩენი უკვე ანალიზის შედეგად ეს გამოჩნდება ვინ რა გაურია როგორ გაურია ეს ვინ იყიდა ვინ მოვყიდა იმას რა ევრო 6 თუ რაღაც სერტიფიკატი მოყვა თუ არ მოყვა ეს ყველაფერი ამაში გაირკვევა მაგრამ ის რომ ხელისუფლება ამას მიუდგა სერიოზულად და გადაიყვანა სამართლებრივ ჭრილში ეს იყო პასუხი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ აი მათი მოწოდებებისგან ის სცენარი საიდანაც არის მიდრეკილი დღის წესრიგი უნდა შექმნას ოპოზიცია მათ უნდა გაიძულონ რომ შეიძლება იმართლო თავი უნდა ჩახვიდე რაღაც ქიმიურ ანალიზებში არა ეს არ იქნება ეს ყველაფერი მოხდება ძალიან წყნარად და მშვიდად ამისი შესწავლა გამოძიება და იმას გაცნობა იმის მიხედვით თუ რა შედეგებიც იქნება მოცემული. დანარჩენი ჩვენ როგორ სადჩივილიც არ უნდა მოხდეს, როგორი ჩივილიც, ყველაფერი ეს წავას 7 სამართლებრივ პროცესში, ხო BBC-ს წინააღმდეგ ჩივილიც და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე კეზერაშვილის კოლ-ცენტრებზე მათ დადეს
ფილმი, სადაც ძალიან მშვენივრად იყო ყველაფერი მოეთხოვე, მაგრამ შემდეგ აიღეს ეს, რომ თითქოს აი კეზერაშვილმა თავი იმართლა, იმიტომ კი არა რომ უარყვეს შიქთავსი, არამედ თითქოს პირდაპირ კეზერაშვილზე ბმა არ ხდებოდა. და ეს, ოდესაც ჩვენ აქ ციტირების ინდექსი ნახეს, რომ აქ მაღალია საქართველოში, მაშინ BBC გამოაქვეყნებს ახლა მეორე ფილმს, ესე ვთქვათ, 9 აპრილის შესახებ, ახალი 9 აპრილის შესახებ. რასაც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ გათვლილი არის აი ამ დღის წესრიგის მოხმარებას და რაც თქვარია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად ვიკიპედიაში ერთ დღამეში შექმნილი სპეციალური თავები აი ამ საწამლავის შესახებ, რა მოხდა თბილისის შესახებ, ამას ერთ დღამეში ვერ გააკეთებ. ეს ყველაფერი მომზადებული და უბრალოდ ერთიანად ჩნდება. ეს არის ამას ინგლისურად ვთქვათ, ის ფრეიმინგი, რაც ჩვენ უნდა მოგაქციონ, რომ ხვალ და ზეგ ადვილი იყოს შენზე ზეწოლა. იმიტომ რომ თავარი ნახეთ რა იყო იმ ქართველი გოგოს დაწერილ სტატიაში, უკვე დეტალებში განხილვა არა. ეს ხო იმ ხელა სკანდალია, რომ იმსახურებს პრეზიდენტმა ტრამპმა ყურადღება მიაქციოს. ანუ შექმნა ისეთი საინფორმაციო ჩარჩო, ველი, სადაც იძულებულს გახდი, რომ პოლიტიკური მანევრი ვიღაცას აღარ დარჩეს და იძულებული გახდეს, რომ შენ ეს არის იმ სანქციების პოლიტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. ამაში სხვათა შორის ახლა მე დავარღვევი ჩვენი გადაცემის ფორმატი და არაფერი კონსპიროლოგიური არ არის. რასაც მე ვლაპარაკობ, ეს მართლა არსებობს. რთული აქ დღეს რაიმე კონსპირაციაზე ლაპარაკი. შეიძლება ტერმინები ამას გავს და ესე ესმის ვინმეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად აქ სხვა ტიპის შეთქმულებებზე იყო, აი ნახე. ესე იგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი. ანუ ესე იგი არა მე ხარ ლაპარაკობ ალექსაშვილზე რა მე ხარ ვიგვიწყებ იმას იქაც არის კონსპირაცია. ანუ ნახე კონსპირაცია ის არის რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოგონილი ქიმიური რაღაც რეაქტივი გამოიყენეს როგორც მასობრივი იარაღი. შენ ეხლა ხო ლაპარაკობ ამაზე და ამაში გეთანხმები რომ კი შვიდად გასცა პასუხი. მე არ ვიცი როგორ პასუხს გასცემენ ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ. მაგრამ ეს პუბლიკაცია, ეს ფილმი რაზე არის მიმართული? აქ მასშტაბ, ანუ თუ კი ეს მხოლოდ რაღაც ოპოზიციური მესიჯი აღარ მუშაობს. ვინაიდან ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენად იმპოტენტურია, რომ აქ არაფერი აი ტარგეტიზირებული არ შველის, ხო? უნდა გაზარდო მასშტაბი, უნდა ჩართო ამაში დანარჩენი შუალედური მოსახლეობა, რომელიც პრინციპში არც ამ რადიკალურ პროტესტს არ იზიარებს და არც მაინც ხელისუფლების მომხრეა და მოახდინონ აი ეს დემონიზაცია ხელისუფლების, აბა დემონი ხარ, ხო? საკუთარი ხალხის, როგორც სადამ ჰუსეინი, იქ ბაშარ ასადი, სხვათა შორის ამ მითოლოგიას, ხო, კი, ეხლა არც ასადი, არც ჰუსეინი, არც ერთი ეხლა ვერ იქნება ჩვენი ვერცისა ობიექტი ხო რაღაცა ახტაცების და რაღაც სიყვარულის ხო მაგრამ ის რომ ამ ძალას ამ მედიას და სხვა მედია კორპორაციებს იყენებდნენ ეს არის ფაქტი და BBC ეს მთელი ისტორია 50 წლის განმავლობაში დაახლოებით ნუ აი 50-მდე აი ესეთი ფართო მასშტაბიანი დეზინფორმაცია რომელიც ამზადებდა თავის საზოგადოებრივ ინტერვენციისთვის ხო და აი ზაზა ეგ მითხარი როდესაც აი გულან ლაპარაკობს ხო კოგნიტური ომები ყოველთვის საწარმოები და კაცობრიობა ეს არ ახალია რომის იმპერიის და საერთოდ ომის ისტორიიდან ეს ყოველთვის ჰიბრიდული ხასიათის იყო მაგრამ დღეს ამას ამძაფრებს ის რომ ბევრად უფრო მეტი ინსტრუმენტია ამ პალიტრაში არის სოციალური ქსელები აი არის მედია გლობალური ხო კი ბატონო რა უნდა გააკეთოს შენი აზრით ან თვითონ საზოგადოებამ ამაში ვეთანხმები რომ აშკარად გავიზარდეთ ეს არ გაუვლია ამას ისე რა რაღაც დაერცა დატოვა გამოცდილება შევიძინეთ პოზიტიური გამოცდილება მათ შორის ხო რაღაც იმუნიტეტი შევიმუშავეთ ხო მაგრამ შენი აზრით გვაქვს თუ არა ეს კოდი რა უნდა განვითარდეს საზოგადოებაში რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ამგვარ ძალიან ვულგარულ და მე ვიტყოდი პრიმიტიულ დეზინფორმაციას რომელიც შეურაცხყოფელიც კი არის პრინციპში მაგრამ ეს ხო მუშაობს სხვა ქვეყნებში მუშაობდა ამ საფრთხეს თუ ხედავთ და რა შეიძლება დაუპირისპიროთ არა მხოლოდ სახელმწიფო კი ბატონო ძალიან კარგი შეკითხვაა დღეს სხვა შორის პირველად ეს ნიუზი რო გავიგე პირველი რაც ვიფიქრე რომ როგორ
კლასიკოსის ცნობილი ფრაზა რომ გამოვიხენოთ მეთოდები მოგიძველ და მურტალო. ანუ ერთი იგივე ანუ ეს დელეგიტიმაცია ხდება ქიმიური იარაღის მეშვეობით თან ყველას გვახსოვს ცხონებული კოლტ პაუერის კადრები რომელსაც ხელში ეგრეთ წოდებული სინჯარა უჭირავს შემდეგ მე ეს უკაცრავად უბრალოდ ნახე ესე იგი რაც არ უნდა ვთქვათ, ინგლისელები, ანუ ინგლისური დაზვერვის ამსახურები, ეს არის ყველაზე ძველი რაღაცა, ხანგრძლივი ტრადიციის მქონე, ინტელექტუალთა რაღაცა წიაღში იბადებოდა ეს სხვადასხვა სტრატეგიები, მათ შორის საინფორმაციო სტრატეგიები და ნახე აქ გურამს თქვა რომ 9 აპრილი. ნახე, ეს ხო არ არის მომწავლელი ნივთიერება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს ხო 9 აპრილის პატერნია. კი რა თქმა უნდა. ანუ დაბა რა მოხდა 9 აპრილს? რატომ გადაიწყდა ხალხი? რატომ ისა როგორ მოხდა დემონტაჟი საბჭოთა კავშირის 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა გამოიყენა ეს? მოდით აბა საქართველოს ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება, ის იყენებს ამ ნივთიერება საკუთარი შესაბამისად ის რაღაც ამბობს. ის მეთოდები რა მოდი გამოვიყენოთ, მისი მასშტაბირება მოვახდინოთ და პატერნიც გამოვიყენოთ, რაც ეხლა ინგლისელებს არ უჭირთ. თან არ დაგვაუჩნდეს რომ მიექვსის ხელმძღვანელი გვარად არის მეტრეველი. მიუხედავად იმის რომ ეს ეთნიკური ქართველი არ არის, ასე თუ ისეა მეტრეველის აღზრდილია და 9 აპრილი რა თქმა უნდა გაგონილი იქნება. აპრილი გაგონილი არ იქნება, მაგრამ ეს არა. ერთ-ერთი მონოგრაფია, რომელიც მეტრეველ დაბრავოლსკაიას აქვს დაწერილი, ეხებოდა კავკასიის ომებს, სხვათა შორის კოგნიტური ომები, არის ერთ-ერთი მისი სპეციალიზაცია. ეხლა შეხება კოგნიტური ომებს, აბსოლუტურად მართალი ხარ, რომ რეალურად, რა თქმა უნდა, კოგნიტური ყველა ომი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში წარმოებულა, არის კოგნიტური. და პირველი კოგნიტური ომების სპეციალისტი, ომის და კოგნიტური ომისაც მათ შორის იყო სუნძი, რომელმაც მოგვწია მთავარი რამდენიმე ფორმულა, რომ ომს იგებ ომის დაწყებამდე. რომ ყველაზე უფრო დიდი იარაღი არის დეზინფორმაცია და მესამე ესე იგი ინფორმაციული ამბივალენტურობა, ანუ მაგალითად როცა ახლოს ხარ, მტერს უნდა ეგონო რომ შორს ხარ, როცა შორს ხარ, მტერს უნდა ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში რასაც სუნძი აღნიშნავს, ეს არის ვერ უნდა განასხვავო ჭეშმარიტება სიყალბისაგან და სიკეთე ბოროტებისაგან. ეს ყველაფერი რა არის განსხვავება? განსხვავება არის, რა თქმა უნდა, ეს საუკუნეების განმავლობაში ხდება მოდიფიკაცია და დღეს ბოლო ეტაპზე პოსტმოდერნის და ლიბერალური პარადიგმის ესეთი ჩამოშლის და პოსტმოდერნის საყოველთაო გავრცელების პერიოდში ამ ყველაფერს ეხმარება სისწრაფე. თავი რა არის? თავი არის ინფორმაციის მეხსეული გადაცემა, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, რომ თუ წინათ მაგალითად იყო დრო, სანამ ჯერ ერთი ინფორმაცია რომ იგეთანა ერთი ადგილიდან დრო ჭირდებოდა, ხო, აი დავუშვათ, თუნდაც მე-6 თვე, ეხლა ჭირდება. თუნდაც მე-17 საუკუნეში, ხო, აი ის რომ ვინ გაიმარჯვა, ხო, 2-3 კვირა უნდა. ეხლა აი ყველაზე ხო, რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად ვიზიარებ გურამის მოსაზრებას იმაში, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ღვთისმშობლის წილხოთი ქვეყანა და იმიტომაც მოხდა ყველაფერი ესე მესე მიტყოდი ჩავარდა ალეკოს ამბოხი ჩავარდა პროექტის ამარცხვინოთ აი სასაცილოდ ანუ როგორ მოხდა რა თქმა უნდა გასული იყო იმაზე რომ რაღაცა უნდა მოხდარიყო და რაღაც შეიძლება თქვენ არ დამწვარიყო მაგრამ რაღაცა უნდა მოხდარიყო ხო და ეს ყველაფერი ისე სასაცილოდ და ისე უაზროდ მოხდა რომ ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება რომ ვთქვათ რომ ეს მართლაც ალეკო ელისაშვილი ხო არ არის აქტუალური ხელოვანი ისე როგორც იოზეფ ბოისი ან ხრიშტო რომელსაც პარიზის ხიდი შეფუთა იქ რა როჩაგერტო ესეთი იუმორი მომაწვა რომ ოლიგარქიის დაწვას ცეცხლის გაჩენას გვირდებოდნენ და კანცელარია ვერ წაუგდეს ცეცხლი ამასთან დაკავშირებით ესე იგი ცეცხლი კანცელარია ცეცხლი კანცელარიას ვერ მოხდა რა ცეცხლი ოლიგარქიის გამკეთებელი არის თავარი მომენტი მაინც არის ის რომ რა თქმა უნდა
რაღაცა უნდა მომხდარიყო ისეთი სერიოზული. მაგრამ ის მეორე რაც მოხდა და რაც მოყვა და რაც ამართლებდა აპრიორი წინა პოსტფაქტუმ ამართლებდა ურე და ჩიტი ბრძონად უკვე აღარ ღირს, იმიტომ რომ იმდენად სასაცილო იყო პირველი მოქმედება, რომ მეორე მოქმედებაზე პასუხი ესე იგი მომენტალური და მეხსეული იყო სიცილი. ამ იფრიდზე, მაინც იფრიდს დაუძახე. ჩვენ ძველი თავების ხალხი ვართ, ეგ ვიცი. ჩვენ ვიცით ეს პირველი. ხალხი რამ დახოცა, ეგ ვიცით. ჩვენ ვიცით პირველი მსოფლიო ომი და ამიტომ იფრიდს ვიტყვი. მაყურებელს უთხრათ რომ იფრიდი იყო პირველი გაზი, რომელიც იყო გამოყენებული პირველი მსოფლიო ომში გერმანელების მხრიდან და საერთოდ. ყველა მხარე იყენებდა. საზოგადო თავიდან ვიცი ერსტი უნგერის შესანიშნავ მოგონებებში რომელსაც ქვია ქართულად ესე შეიძლება ვთარგმნოთ ფოლადის მეხტად ეხა ეს პირველი დღიდან მონაწილეობდა ბოლომდე და ყოველ წუთში არის ესე რა ქვია გაზებს უშვებენ თან აირწინაღები ფაქტურად არც მუშაობს რაღაც ის გეოგრაფიული დასახელება თან თქვა სადაც პირველ გამოყენება მოხდა ბელგიაში გაზი მოიგონეს მისი გამოყენება გულის რევა იყო ვერ უძლებდი გული რო გერეოდა ეს უნდა მოგეხსნა ერთწინაღი და მე მეორე გაზი ყლავდა ამაში ამის განხილვა არ დავიწყო ეს არის აბსურდი ამას რას გემნებოდა ჩვენში გააღვიძე ეს მოგონებები ხო წაკითხული ხო სარაგმოს ეს რო ის ხმილები გერმანიაშია ნაყიდი რემარკის რა ქვია იმავე იუნგერის ოლდინგტონის და ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პასუხი ამაზე რომ იყო რაღაც მასობრივი სიცილ ხარხარი და BBC-ს აბსოლუტური აი ეს გაბიაბრუება და ნუ არ ელოდნენ რომ ესეთ დონეზე დაიშვებოდა ისედაც უკვე სერიოზულად ყალგასული ორგანიზაცია BBC-ს გულისხმობ რომელსაც რა თქმა უნდა ტრამპის რუსულმა რედაქციამ რატომ გამოაქვეყნა? რატომ არის რუსული გვერდიდან რო იკითხება? ნუ იცი რა არის მე მაინც მგონია რომ ალბათ გათვლილია იმაზე რომ ჩვენ ეგ ფარავს. ეგ ხო იცი მართლა ეგრე ევრონიუსის ხო ამაზე არის ეს ერთი მომენტი. აი წეგან ნატოს გემდივას კითხვას უსვავდა უკრაინელი ჟურნალისტი და მე ვარო რუსული და უკრაინული რედაქციის წარმომადგენელი. ის მაინც ერთია. თქვენ ეს რაც არ უნდა აქ დააჯერონ ეს ჩვენები რომ იქ არსებობს ეგეთი პაკეტი სადაც მოლდოვა და აღმოსავლეთ პარტნიორობა არაფერი არ არსებობს. აღმოსავლეთ ევროპა და ჯენზი ვერ გებულობს რომ ჩვენ მათთვის ვართ კოლონია ისინი გვიყურებენ როგორც რუსეთის გაგზელებას ანუ რუსეთს ებრძვიან სულ ჩვენი ხელით იმიტომ რომ მათ ისინი გვიყურებენ აბსოლუტურად თავენთ კოლონიური პოზიციიდან რომ ჩვენ ვართ რაღაც გარკვეული შეხარ ფორპოსტი რომელიც საჭირო ლიმიტროპი ხარ ლიმიტროპ ფორპოსტი არა ფორპოსტი უკრაინა ჩვენ ვართ ლიმიტროპი იმიტომ რომ ეხლა მართლა მეორე ფრონტზე ხო არ იყო აქ ლაპარაკი არა საქართველოს უნდა აქ უნდა ყოფილიყო ვეისტლენდი საიდანაც ეგ არის მეორე ფრონტი ეს არ არის მეორე ფრონტი არის როცა არის მეორე ფრონტი და როცა ხარ როცა მიზანი არის რომ ეს იყოს ვეისტლენდი ანუ ქვეყანა სადაც გადიან და გამოდიან ეგრეთ წოდებული ისლამური ასე ვთქვათ ტერორიზმის წარმომადგენლები და აი მთავარი მიზანი რა არის რომ უნდა აფეთქდეს ჩრდილო კავკასია აი ეს უკვე არის ამ თვალსაზრისით საქართველოს არის ის მამალი რომელიც უნდა წააკლა როდესაც დიდ სერიოზულ საკლავს კლავ მოდი ესე ბატონებო მოდით ესე იგი კიდევ ერთი თემა განვიხილოთ. მოდით ესე იგი დაუკავშიროთ რას? დაუკავშიროთ იმას, რომ რაღაცა ძალიან დინამიკურ, ძალიან საინტერესო პროცესი ხდება უკრაინის ირგვლივ. და კერძოდ გუშინდელ მოლაპარაკებას, რომელიც იმართებოდა მოსკოვში, უთკობსა, უშაკოს პუტინს შორის და ჯარებ კუშნერი ესწრებოდა ამ შეხვედრას, რაც არის ძალიან ესე იგი საინტერესო. ანუ ნახეთ. 5 საათი გაგრძელდა. 5 საათი გაგრძელდა, გამოდის უშაკოვი და ამბობს, ჩვენ მოველაპარაკეთ ამერიკელებს, რომ ეს ინფორმაცია რაც ეხება მოლაპარაკებს არის საიდუმლო, კონფიდენციალური და ჩვენ არ გავამჟღავნებთ იმას თუ რას ველაპარაკებოდი. თუმცა ირიბი მაჩვენებელი იმისა, რომ რუსეთი არ დათანხმდა ამ ეგრეთ წოდებულ გეგმაზე, ეგ 28-იანია თუ 18 არსებითად ამასები შეობა არა, არის ის, რომ
ზელენსკი ირლანდიაში ელოდებოდა უიტკოფს და პირდაპირ გაფრინდნენ, ანუ პრაქტიკულად მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უკვე შედგა. და არ არის შემთხვევითი ის, რომ ტრამპი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, ამბობს, რომ ეს არის კორუმპირებული მთავრობა და ძალიან არის შეწუხებული ამით. და გარდა ამისა, ჩვენ გვესმის ასევე ეს მოხშირებული რიტორიკა მილიტარისტული ვენესუელასთან მიმართებაში და თითქოს აი რაღაც გაცვლას ელოდება ტრამპი, რაღაც თანხმობას, მოდი კი ბატონო დაგითმობთ ამ სივრცეს, მე ავიღებ ამას. სხვათა შორის ვენესუელასთან დაკავშირებით აქაც არის ნაწილი მედია კორპორაციებს, რომელიც პირდაპირ ავრცელებენ რუბიოს მესიჯებს, რომ ვენესუელა თურმე ყოფილა ბასტიონი და ასაყრდენი ჰიზბოლასი სამხრეთ ამერიკაში. რაიგე? ანუ მადურო ეს არ ყოფნის რომ მადურო არის თავარი ნარკო ის არა ქვია, ასე ძახიან, მოვაჭრე, ნარკოპოლიტიკოსი. ნარკოტრაფიკის რაღაც ის და იმპერიის შემქმნელი, აქ ჰიზბოლაც დაემატა ირანი და ეს არის ეს ბოროტების აი ამ ღერძის გაგრძელება. მოკლედ, ის რომ ჩვენ ვხედავთ აი ამ ძალიან ცუდ დასასრულს უკრაინისთვის, პრინციპში ამას სულ ლაპარაკობთ კონფლიქტის დაწყების ყოველ შემთხვევაში რაც ეს რადიო არსებობს. და ის რომ გახშირდა დარტყმები, აი ეს კოგნიტური დარტყმები საქართველოზე. თქვენი აზრით, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეს კოგნიტური დარტყმები შესუსტდება, დასრულდება თუ პირიქით გაძლიერდება? მოდი გულამ. ჯერ პირველ რიგში საინტერესოა მე რაც დამჭა, ესეთი შტაბეჭდება, ბევრი შეფასება კაგეთ და 5 საათიანი მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, ახლა იმ გარნირზე და დეკორაციაზე არ გავამახვილებ, ყურადღებას სად ჩაიყვანეს, როგორ დახვდნენ რა რესტორანში აჭამეს და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ის არის, რომ მე მაინც მგონია, რომ რუსეთის მხრიდან ძალიან საინტერესო დამოკიდებულება გამოიკვეთა ისე როგორც ამაზე ოღონ არავინ ამას თითქოს არ მიაქცია ყურადღება ან კომენტარი არ შემხვედრია რომ მათ დიდი პატივით მიიღეს მაგრამ იკვეთება დამოკიდებულება იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ გამოვიდა ის უშაკოვი თქვა რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება არაფერზე არ მოხდა ნუ არცევს რაღაც დინამიკა ეს შეიძლება ჩემი აზრით აიხსნას ამ რუსული იმპერიული და ძალიან ლეგალისტური ბუნებით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისინი ელაპარაკნენ სპეცწარმომადგენელს, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უჭირავს, პრაქტიკულად იმის პირადი წარგზავნილია და მისი სიძე. ანუ ისინი ელაპარაკებიან ოჯახს. ხო, აი ტრამპის სანდო ადამიანებს, შუამავლებს, რომელთაც რეალურად სახელმწიფოებრივი მანდატი ჯიბეში არ უდევთ. რუსეთი არასოდეს არ დაუწყებს და არანაირ პირობას არ გასცემს მათთან და შეუძლებელი იქნებოდა რომ იმ დღეს თუ ამ დონეზე დარჩა ეს მოლაპარაკება რომ მათ ისინი დათანხმდნენ და იქ უკვე იქიდან გამოვიდეს რაღაც ამბავი რომ აი ამაზე მოხდა შეთანხმება ისინი ამათ არ შეუთანხმდებიან ესენი მაინც არიან შუამავლები ესენი არიან მაინც პირადი რაც უნდა დობით სარგებლობდნენ შუამავლები და ესენი არიან ტრამპის წარმოგზავნილები მაგრამ მე მის თქმა მინდა რომ სანამ რუსეთი არ დაინახავს ამ შემთხვევაში რომ მათი წინადადება ან სხვისი წინადადება მათ მიმართ არის სერიოზული იმ გაგებით რომ ამას იძახიან ოფიციალურად უფლებამოსილი პირები და გამოთქმული არის მზაობა ამას შვიდობის მოწოდებას ამაზე ევროპელებიც ლაპარაკობენ სჭირდება შესაბამისი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ უკრაინა უნდა წავიდეს ტერიტორიულ დათმობაზე ეს არის სხვა კონოტაცია იმიტომ რომ ჩვენ ტრადიციული ეგეც როგორ რაღაცა ეგეთ რაღაცას ყველა იძახის იმიტომ რომ იმ 28 პუნქტში რა ჩვენ წავიკითხეთ რა და ეს უკვე თანხმდებით რომ სამუშაო ჩარჩოთ ყველა თანხმდება რომ ეს აღებული იქიდან საბოლოო ჯამში რა დარჩება რა დაემატება ეგ სხვა საკითხია მაგრამ როდესაც იძახის ვიღაცა გერმანიელი იქნება თუ ფრანგი რომ ამაზე უნდა წავიდეს ის ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას მაგრამ სანაცვლოდ მათი დამოკიდებულება არის რომ ჩვენ რაღაცას დაგითმობთ ოღონ მეორეს მხრივ უნდა მოხდეს გაძლიერება თავდაცვა უსაფრთხოება ხვალ აღარ უნდა განმეორდეს უკრაინა ის უნდა იყოს დაცული სად არის გარანტიები ბოდიში ამისთვის არიომა, ეხლა ჩვენ უნდა შევხედოთ ამას რუსული გადასახედიდან. რუსეთმა ამისთვის არიომა 4 წელი, რომ ის ამაზე დათანხმდეს, რომ მოდი ეხლა გავჩერდები. თუ იმას გონია, რომ ეს არის ომი დონბასისთვის და ეს არის ომი ძალიან დიდი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის რუსეთისთვის და რაც თავარია ძალიან მარტივი ჭეშმარიტების მისაღწევად, რომ მე ამ ომში გავიმარჯვე,
ნუ მაშინ არ ვიცი ეგეც სამყაროში 4 წელი ვიცხოვრეთ და გავაგზავნეთ. ჩვენზე როგორ აისახება, ვინ გადაიხდის აი ამ სუფრის ფულს, ამაზე ალაპარაკი. ჩვენზე როგორ ჩვენზე როგორ აისახება ძალიან მნიშვნელოვანი ჯერ გვესმოდეს ეს სად ხდება შეტაკება. ეს არის დასავლური ხედვა სამყაროს თითქოს რუსეთი ომობს მიწებისთვის და მოდი რაღაც კაი ჯანდაბას ჩაუგდოთ რაღაცა და შემდეგ სამაგეროთ აქ გარანტიები. ამერიკა ამას არ თანხდება. თავარი არის რომ ამიტომაც ახლა ჩანს რომ რუსეთი და ამერიკა თუ შეთანხმდება იქ ამუშავებულია ძალები შეიძლება ლიბერალური ევროპა თავს ბრიტანეთი თავს დაგვანებებს. არა შენ თავს და არავინ არ დაგანებებს. არც ბრიტანეთი არც არავინ არ დაგანებებს. გააჩნია შენ ვის თამაში ჩაჯდები. დღეს რო უკვე დანებებული არ გაქვს. აი ახლა ამ წუთას იქ რაღაცა აი ამერიკელების მაგალითად დაუშვათ ჰიპოთეზა რომ ამერიკა და რუსეთი და ამას გამოთქვას ბევრი ანალიტიკოსი და მათ შორის ევროპაში და მათ შორის ლიბერალი რომ ამერიკის და რუსეთის ინტერესები უფრო დიდ თანხმდრაშია ვიდრე ამერიკელების და ევროპელების მაგალითად რომ ევროპა მთლიანად ევროკავშირი ყოველ შემთხვევაში არის თამაშ გარეთ ვითარებაში ამას ამბობს პუტინი და პრინციპში ამას თავისი მოქმედებებით ადასტურებს ტრამპი ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ესე იგი უნდა ველოდოთ რას შენ უნდა არა უყურე ჯესის ბრიტანეთი უკვე აღარ არის ევროკავშირი ერთი მეორე შენ ევროპა ხო არის კაცო სტარმერმა გააკეთა განცხადება გურამ გუშინ წინ რომ იცი რა ჩვენ მაგარი შეცდომა დაუშვით და უნდა დაუახლოვდეთ ევროკავშირს ეხლა თან არ გულისხმობ ეკონომიკურ კავშირს მე გულისხმობ პოლიტიკურად სტარმერი მაკრონი და ეს მერცი არიან მოკავშირეები მათ აქ განსხვავებული მოსაზრებები ტრამპის ადმინისტრაციის. ისინი ეწინააღმდეგებიან ამ გეგმებს, აი ეს ბოლო უკანასკნელი გეგმის რეზექციაც ამის დასტურია, როდესაც რუბიო გამოიძახეს. სხვათაშორის საინტერესო არის ის, რომ რუბიო არ ესწრებოდა იმ შეხვედრას. სადაც მოსკოვში იმართებოდა. ანუ სანდო ადამიანები, რომლებიც ოჯახს წარმოადგენენ, იმიტომ რომ უიტკოფი ცნობილია, რომ არის ძალიან ახლობელი, 30 წლიანი გამოცდილება პარტნიორობის და მეგობრობის თუ მეტი არა. საქართველოს რო იყოს ბავშვის ნათლია იქნებოდა. კუშნერი, რომელიც ასევე არის ძალიან ესეთი, გასაგებია სიძე. მემკვიდრეა ჩათო. ანუ თავისი დობით აღჭურვილი პირების მეშვეობით პუტინმა და უშაკოვმა გაუგზავნეს ეს შეტყობინებები, რომელსაც ვერანდობდნენ რუბიოს. ეს ხო ვაკა ჩვენ ვიმყოფებით ისე სხვა შორის პირველი მსოფლიო ომის შემთხვევით არ ახსენეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით მსგავს გეოპოლიტიკურ турბულენციასა და გადანაწილებაში და როდესაც ეს შეხლა შემოხლა მოხდა და პატარა სახელმწიფოები როცა ჩნდება, ეს აძლევს ხო საშუალებას და იმპერიები იმსხრევა. დიდი ხნით არავინ არ ეგუება იმას, რომ შენ შეიძლება იყო მართლა დამოუკიდებელი. ასე ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ ინტერესები, არ ვიყოთ ისე ვიღაცის ხელში გასაწირი პაიკი. ხო ამას ვცდილობ საქართველოს და მე მინდა ჩვენ შენს ვუთხრა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როცა ამის არასდროს ეს არ არის გემი, რომელიც სადღაც შევა ნავსაყუდელში და გაჩერდება და დაგვანებებენ თავს, ამოვისუნთქებ და მორჩა. არა, შენ შეიძლება იყო პატარა, მაგრამ შენ არ ახარ დებილი და შტერი. შენ უნდა იყო საკმარისად ჭკვიანი, სულ უნდა გესმოდეს გარშემო რა ხდება და ეს თუ გემს შევადარებთ, არასოდეს ეს ძრავი ამისი არ გამოირთვება. ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ეს სულ იქნება ძალისხმევა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი მუდამ იქნება ძალისხმევა. საბჭოთა კავშირი აღარ დაბრუნდება, რომ შენ ეს რაღაც დაკიდო კრემლში რაღაც კედელზე ეს გასაღები და მე იმან მართოს ქვეყანა. თუ ხარ დამოუკიდებელი მოგიწევს ესეც ხო. 2-3 წუთი მოდი. რო თავს არ დაგაგებებს. აი ესეც ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობს გურამი, რომ შენ თავს არავინ არ დაგანებებს, ეს ილუზია არ ქონდეს. შენს პროვოცირებას ასაც ვხედავთ, ხო? სულ მოახდენენ აი ეს ცდელობა турბულენტების გამოწვევების დესტაბილიზაციის და ასე. სხვადასხვა ხრიკებით, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით და ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აუდიტორია მიცოცხლებს ვიდრე ცოცხლები ხარ. და ეს რომ საზოგადოებას მომწიფებულია. აი ეს აქედან გამომდინარე, რასაც ხდება უკრაინაში. ანუ რას გვეუბნება, რომ ძირითადი რამ ისიც უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვითვალისწინებდეთ, წინ არის, ხო? იცი რა არის აბსოლუტურად სწორია ის, რომ თუ შენ ხარ ისტორიული სუბიექტი, ანუ ისტორიაში შენ რაღაც ნებას გამოხატავ, ყოველთვის უნდა იცოდე რა გამოწვევების წინაშე დგახარ. ისტორიას ახასიათებს რაღაც ისეთი, აი როგორც ზღვას ეს მეტაფორას მოვიყვანდი, მიქცევა, მოგცევა. არის ხოლმე რაღაცა მომენტები, როდესაც თითქოს მშვიდობიანობაა. მაგრამ არ დაგვაუჩნდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ როცა ამბობენ მშვიდობა, აი სწორედ მაშინ დაიქცევა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია
განცდა აი სიტუაციის განცდა იმისა და თან კიდე ერთი მომენტია მესე ვიტყოდი რომ ეხლა არის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქაოსური მომენტი რომელიც ალბათ ბევრი ამბობს რომ არ ყოფილა ბევრი ისტორიკოსი პოლიტოლოგი ფილოსოფოსი ამბობს რაღაცა ციკლია ესეთი 300 წლიანი 30 წლიანი ომის მერე რადგანაც ასეა თუ ისეა თამაშის წესები დაალაგებული იყო თვალსაზრისით რომ ჩვენ ვიწვდით ვინ არიან სუბიექტები ევროპა იყო სუბიექტი ამერიკა იყო სუბიექტი რუსეთი იყო სუბიექტი ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ იქით არ ჩანდნენ რაღაცა მომენტში აღმოსავლეთი ძალიან გამოჩნდა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის მე-19 საუკუნეში ჩინეთი უკვე სუპერ ხო მაგრამ ოპიუმი სახელმწიფო იყო ეს მერე ოპიუმი მერე ამის გამო დღეს ის რაც მან გააკეთა ჩინეთმა ხო დენსიაოპინის პერიოდში და ეხლა ხო აი ეს რომ ტექნოლოგიური ლიდერი გახდა ფაქტობრივად ერთ-ერთი რა ეს ძალიან ინდუსტრიული ტექნოლოგია ორივე მომენტია ჩინური ხელოვნური ინტელექტი მე ყოველთვის რაც მაგ ნანახი დიპსიკი და კიდე მეორე არაფერთ არ ჩამოვარდება მაგრამ ნუ ეს არის თავი მაინც სხვა რაღაცა მე მინდა ვთქვა ეგეთი რამ არავინ თავს რა თქმა უნდა არ დაგვანებებს მაგრამ ეხლა რა არის იცი რა მომენტია აი როგორც ხופსე ამბობდა ნატურალური მდგომარეობა რა არის ომი ყველას წინააღმდეგ აი ეხლა არის ზუსტად ესე ომი ყველას წინააღმდეგ ამიტომ ის მომენტი როდესაც ჩვენ გვიჭირდა მაგრამ ასე თუ ისე ვიცოდით ირანი და თურქეთი და რაღაც ვიცოდით ვინ არის სუბიექტები და როგორ უნდა მოიქცე ხო ის მომენტი როდესაც შენ ჯერ არ იცი როგორ იქნება ხვალინდელი სამყარო და როგორ დაალაგდება და რა წესები იქნება ეს განსაკუთრებულად გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ყურადღებისკენ და კიდევ უფრო მეტი ესე ვიტყოდი როგორც იტყოდა გარჯისკენ წინათ მტერი ხმლით მოდიოდა და ჩვენო მასო ხმლით გებოდით ეხლა გარჯით მოდისო და გარჯა ანუ არა მარტო მუშაობა არამედ ჭკუაგონების მოხმობა ხო ჩვენსო გარჯით უნდა დავხდეთო არასოდეს არ არის არ ყოფილა ილიას ეს სიტყვები ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს გაიხარე ძალიან მაგარი უბრალოდ უნდა ვთქვათ რა რომ მე ხამ გაცვეთილი მას აღარ გავიმეორებ მაინც ვიტყვი კი ბატონო ეს სახელმწიფოს არ გააჩნია მუდმივი მეგობრები მას მხოლოდ მუდმივი ინტერესები გააჩნია და ჩვენი ქვეყნის მეგონი ძირითადი სტრატეგიული ინტერესი არის სხვა ქვეყნების ინტერესების დაბალანსება ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის რეგიონში სხვათა შორის ის რომ მე უყურებ ფაშინიანის გამოსვლას პარლამენტში, ისევ ესეთი ძალიან ეგზალტირებული და ასე შემდეგ. ძალიან, ნუ ისევ სომხურს არ ვფლობ, თარგმანი ვინახებ და მოკლედ როგორც ჩანს ერთ-ერთმა დეპუტატმა კითხა მას, თუ რაში დაიხარჯა 8 მილიარდი დოლარი, რომელიც ის ესხა. და ის ამბობს, პასუხობს, რაში დავხარჯე? გინდათ იცოდეთ რაში დავხარჯე? თქვა რაში დავხარჯე? მე დავხარჯე ეს თანხა იარაღის შესაძენად. გინდათ ამის გაგება? აი გეუბნებით ამას. გინდათ განახოთ? იმასაც განახებთ, იარლიკებს ფასების. ამდენად სომხებსაც რომელსაც აი ეს ისტორიზმის ინსტინქტი აქვს ძლიერი, ხო? მათ სხვა ტიპის საფრთხეები, კიდევ კაც ჩვენ ამ ტიპის საფრთხებს თლათ, ეხლა არ გვემუქრება, თუმცა ჩვენ ჩtildeოეთით გვაზის ეხლა მონსტრი, რომელიც ავარაუდო დიდი ალბათობით ამ ომს მოიგებს და მოიგებს არა მხოლოდ უკრაინაში, მოუგებს ევროპას. და ის რომ ამერიკა ცდილობს გასვლას, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და ეს ამ რისკებს მხოლოდ ზრდის. ამდენად მეგობრებო, გემშვიდობებით, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ხშირად მოგვისმინეთ და ლაიქეთ და გამოწერეთ ეს ჩვენი რადიო. გასწორდება, ეს უხარვეზი კი არ იქნება მართლა. აი რო არ ალაიქებთ, იმიტომ არ იყო ხმა. ეს სულ კარგად დადებული.